არჩევნები მოახლოვდა და რა თქმა უნდა ისევ გამოეფინა ხალხის ყველაზე ამასდრზენი ნაწილი რუსთაველზე. არავინ მოგატყუოთ, რომ ესენი ოცნებას რეალურად ებრძვიან. ესენი არიან უბრალოდ ფაშისტები, რომლებიც ამწარებენ ხალხს. აბა თუ გამოიცნობთ ვისაფერადებს გამწარებული ხალხი, არც იმაში მოგატყუოთ ვინმემ, რომ ოცნებას ამდენი ხნის განმავლობაში არ შეუძლია ამ მარაზმის აღკვეთა, თუმცა რატომ უნდა აღკვეთოს, როცა აწყობს? რამდენი ამასდრზენი ფაქტი გაქვთ ნანახი თქვენი თვალით აქციებიდან? არც ასაკის პატივისცემა, არც ზრდილობა, არც სიყვარულის უნარი. აი ადამიანობაზე და კულტურაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ოცნების მთავარი დაპირება ხომ გახსოვთ? ნაცების მოშორება, დასჯა. რომელ ნაცებს ასრულებენ? ოცნებას საკუთარი ამომრჩეველი და ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ დაუწვია ქუჩაში მოსიარულე აგრესორის აქტისგან. რატომ ვერ დაუწვიათ? იმიტომ რომ ასე აწყობთ. იმიტომ რომ გაბრაზებული ხალხი ხაზავს ოცნებას. ერთია იბრძოდე ხალხისთვის და შენი სამშობლოსთვის, მაგრამ დააკვირდით. ამ ხალხიდან ვინმე გავს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის მებრძოლს? როგორ უნდა გჯეროდეს, რომ ამ ხილას ზიზღის მიღმა ამ ადამიანებს ვინმეს ან რამეს სიყვარული შეუძლიათ? მას შემდეგ, რაც ააოხრეს ცენტრალური გამზირი, რაც დამართეს ქალაქის ინფრასტრუქტურას. ეს კადრები, რომლებსაც პარალელურად გაჩვენებთ, სავსებით საკვარისია იმის მისახვედრად, რომ იმას, ვინც უყვართ, ასე არ ექცევიან. როცა შენი ქვეყანა გიყვარს, თითოეულ დეტალს დიდი სიყვარულით უფრთხილდები. რა გიშენებიათ რომ ანგრევთ? გიყვართ კი არა? საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ სიყვარულზე. იცით, ერთმანეთის სიძულვილით ჯერ არავის გაუმარჯვია. სიყვარული ხომ თვითუფალია, სიძულვილი ვინ გამოდის? ეშმაკი. ასე რომ აირჩიეთ თქვენი მხარე. ხომ გაგიგეთ არა, რაც მტრობას დაანგრევია სიყვარულს უშენებია. დღევანდელი რეალობით ადამიანები მზად არიან ერთმანეთი დაუფიქრებლად მოკლან. ხვდებით რომ ყველანაირ მორალურ ზღვარს გავწდით და რის გამო? ბინძური პოლიტიკური თამაშების. გამოფხიზლდით ხალხო. ჯერა რომ თქვენშიც არიან ნამდვილი პატრიოტები და იქნებ ერთმანეთს მაინც მისცეთ რჩევა და რიგება, რომ ასე არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვიხილავ ერთიან საქართველოს, ერთიან ქართველებს და აი მერე ვიტყვი რომ ნამდვილად ვერაფერი დაგვამარცხებს.